ამბროლაურის სატყეო-უბანზე საპილოტო პროექტი დაიწყო. უწყება ეროვნული სატყეო სააგენტოსთან ერთად ხე-ტყის დამზადებასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. სამუშაო ამბროლაურის სატყეო-უბნის 42 ჰექტარზე მიმდინარეობს. გამოსხივების დასაქმდება ათეულობით ადამიანი, ეს ადამიანები იქნებიან ადგილობრივები, ჩვენი სამინისტრო და სახელმწიფო გეგმავს ამ პროექტის განვითარებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა რეგიონებში, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული იქნება ხე-ტყის სწორი ხმართვის. ეხლა ამ წუთში 43 ჰექტარზე მიმდინარეობს სატყეო-სამეურნეო სამუშაოები, რაც თავისთავში მოიცავს ხე-ტყის დამზადებას, გამოტანას, დატვირთვას ავტომანქანებზე, გადაზიდვას საწყობში, შემდგომ მოხდება ელექტრონული აუქციონის წესით რეალიზაცია მორების. ინვესტორებიდან მიღებული სარგებელი გამოიხატება იმაში, რომ გაუმჯობესდება ტყის სანიტარული მდგომარეობა, მიღებული შემოსავლებით მოხმარდება ტყის მოვლა აღდგენის ღონისძიებებს.